მოგესალმებით ფსიქოლოგია და აროს არხზე. დღეს გვექნება საინტერესო გაშლა, რომელიც მოგცემს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწყება შენ ცხოვრებაში ახლა, აი ამ მომენტიდან, როდესაც ჩართავ ამ გაშლას და ან უყურებ, ან მოისმენ, ან ორივე ერთად. გვექნება ორი პოზიცია და გავაკეთებთ შემდეგნაირად ახლა ჩვენ ამ ამბავს. ხო? ორი პოზიცია იქნება, ესე იგი ორი პოზიცია გვექნება აქ. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის საჯარო და ზოგადი გაშლა, შესაბამისად ინფორმაცია უფრო მეტად განზოგადებული იქნება და არის კიდეც აქ საჯარო გაშლებში მოცემული, თუმცა ხშირად მიკომენტარებენ ხოლმე გამომწერები, რომ ძალიან რეზონირებს. შესაძლოა რაღაცეები რეზონირდეს, შესაძლოა მართლა მთლიანად რეზონირდეს ერთი პოზიცია, ან თუნდაც ორი პოზიცია, შესაძლოა არც არაფერი არ რეზონირდეს დიდად, ხო? ეს ძალიან ინდივიდუალურია, რადგანაც გაშლა ზოგადი და საჯაროა. გთხოვთ ესეც გაითვალისწინოთ, ხო? და ძალიან ისე კრიტიკულად არ შეხედოთ ამ გაშლას, რადგანაც კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, საჯაროა და ზოგადია, ხო? უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ თქვენი კონკრეტული მდგომარეობა, ან კონკრეტული სიტუაცია, კონკრეტული საკითხი, შეგიძლიათ მოხვიდეთ ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. კარგი, დავიწყოთ პირველი პოზიციის მთავარი სიგნიფიკაცია ახლა მისი ცხოვრების ამ ეტაპზე და მეორე პოზიციის მთავარი სიგნიფიკაცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა და მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე. ვისაც უფრო მეტი დრო გჭირდებათ, ასარჩევად შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და შემოგვერთეთ. მე კი დავიწყებ პირველი პოზიციით. დავიწყოთ, ვნახოთ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია, ხო? დღეს მაგიდაზე არ ვაკეთებ გაშლას და ამიტომ ცოტა ასეა. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია. სამიანი პენტაკლები. კარგი, ვნახოთ. აბა როგორ ენერგიებში არის აქ ახლა პირველი პოზიცია, როგორ ენერგიებშია, ხო? და შემდეგ უკვე შევაჯამებთ ამ ინფორმაციებს. როგორ ენერგიებში აქ პირველი პოზიცია? მე ვიტყოდი პირველი პოზიცია აქ მშვენიერ, მეტნაკლებით მშვენიერ ენერგიებშია, იცით? აქ პირველი პოზიციას რაღაცები უჭირს, ბუნებრივია, არ არის მისი ცხოვრება მარტივი, ან ესაა გამოვიდა რაღაც მძიმე ფაზიდან, აი როგორ თქვა, რაღაც სიმძიმე მოიხსნა მხრებიდან, ხო? შესაძლოა ესეც იყოს აქ. აი ამოისუნთქა და ძლივს არ ამოვისუნთქე და რაღაც მძიმე გადადო, ჩამოიტოვა უკან და გააგრძელა სვლა მისი ოცნებებისკენ, მისი პროექტებისკენ, ხო? აი ეს ერთი ინტერპრეტაცია და მეორე თუ რა ენერგიები შეიძლება აქ კიდევ იყოს, ის რომ ზუსტადაც რაღაც მძიმე ფაზაში შესაძლოა იყოს აქ პირველი პოზიცია, მაგრამ იმეც არ კარგავდეს, იმიტომ რომ კიდევ ისევ მაინც გავს ეს ინტერპრეტაციაც, რაც მანამდე ავხსენი, მიუხედავად იმ სიმძიმისა, რაც შეიძლება განიცადოს პირველმა პოზიციამ, მაინც თქვენ ხედავთ რაღაც იმედს თქვენს ცხოვრებაში, ხო, რაღაც ისეც, რაც გინათებთ გზას და რაც გეხმარებათ. ასე რომ ჯამში პირველი პოზიცია აქ ძალიან ისეთ როგორ თქვა, ოპტიმისტურ ენერგიებშია, რომელიც ამოტივირებს აქ პირველ პოზიციას. პირველი პოზიცია აგრძელებს მის ცხოვრებას, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც შესაძლოა ახლა იყოს, ან რაც შეიძლება უკვე უკან დატოვა, ჩამოიტოვა, ასე რომ ვთქვათ, ხო? მიუხედავად ამ ყველაფრისა, პირველი პოზიცია აგრძელებს მის ცხოვრებას. ბოდიშით მომიწედა პაუზება. ხო, და ასე რომ ვთქვათ, ფარხმალს არ ყრის პირველი პოზიცია. ვითარდება, რაღაცებს ეცნობა, კომუნიკაციებში, აქტიურ კომუნიკაციებში, ხო, იქნება ეს სხვა ადამიანებთან დაკავშირებით, თუ სხვა ადამიანებთან დაკავშირება, თუ უბრალოდ რაღაც ინფორმაციების მოძიება, მიღება, გადამუშავება, განვითარება საკუთარი თავის, ხო? მშვენიერია, მე მომწონს ეხლა რა ენერგიებშიც, უბრალოდ ახლა რა ენერგიებშიც იმყოფება პირველი პოზიცია. მშვენიერია, ვისთვისაც რეზონირებს, ბუნებრივია, აგრძელებთ მოსმენას. კარგი, ნახოთ. ნახოთ ჩვენ რომელი დასტა ისაუბრებს აქ პირველ პოზიციასთან, თქვენ ისაუბრებთ პირველ პოზიციასთან, თუ თქვენ ისაუბრებთ აქ პირველ პოზიციასთან. თქვენ? ოკეი, ეს არის. კარგი.
გავაგრძელოთ. კარგი, რა დაიწყო პირველი პოზიციის ცხოვრებაში? აი, ახლა, ამ წუთიდან. რა დაიწყო? შესაძლოა ეს რაღაც ეტაპია, ხო? რა დაიწყო? გვაჩვენეთ აბა, რა დაიწყო? მე ვიტყოდი, როგორც იქნა პირველი პოზიციის ცხოვრებაში დაიწყო, ასე რომ ვთქვათ, ეტაპი, სადაც არის სილაღე. სადაც შემიძლია აქ ვთქვა ისეთი რაღაც ეტაპი, ახალი ეტაპი კი, სადაც აი ეს ყველაფერი სიმძიმე, რასაც განიცდიდით, რასაც გქონდა ადგილი პირველ პოზიციის ცხოვრებაში, ხო? როგორც იქნა ეს სიმძიმე, ყველაფერი რთული დასრულდა თქვენს ცხოვრებაში. როგორც იქნა პირველ პოზიციის ცხოვრებაში მოვიდა, ან ესესა შემოვა სიმშვიდე. შინაგანი სიმშვიდე. აი ისეთი შინაგანი მდგომარეობა არის აქ პირველი წამყვანი, რომ შინაგანი მდგომარეობაა ისეთი, რომ აი რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, მე მაქვს ჩემი საზღვრები და მე მაქვს ჩემი სამყარო, სადაც მე ვარ ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. და მე ვცდილობ, რომ ეს ცხოვრება ვიცხოვრო აი მაქსიმალურად ემოციურად ავსებულად და სიყვარულით სავსე ემოციებით, აი უფრო ამაზე აქვს ფოკუსი, ხო? ეს არჩეულებრივი ეტაპია მინდა ვთქვა, იმიტომ რომ აქ არ არის არანაირი სიმძიმე, აღარ არის სევდა, აღარ არის ტკივილი, მძიმე, რაც იყო თქვენ ცხოვრებაში, ყველაფერი დასრულდა. აი ამ იერიდან თქვენ ცხოვრებაში იქნება სიყვარული, სინათლე და სითბო. აი ეს, ხო, აი შემიძლია ვთქვა ასეთი. კარგი, რა არის ეს, აბა უფრო კონკრეტულად? რა არის ეს, ხო? რო გავუგეთ. რა არის ეს? ეს უკავშირდება ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებას. ეს რაღაც რომანტიულ თემებში ვართ ახლა თუ არა, უბრალოდ რაღაც. ვიღაცისთვის კი შესაძლოა ეს იყოს რომანტიული კონტექსტი, რომანტიულ კონტექსტიდან და პირად ესეთ რომანტიულ ურთიერთობებიდან ადამიანთან დაკავშირებული სიტუაციები და ვიღაცისთვის სრულიადაც არ იყოს კაცო კონკრეტულად რაღაც რომანტიული სიტუაცია ამ ადამიანთან და უბრალოდ იყოს შესაძლოა ადამიანი, ხო? კარგი, აქ თვითონ ვიღაც სხვა პიროვნება თუ თვითონ პირველი პოზიცია უმრავლესობისთვის. ნუ ვიღაცისთვის ეს არის ვიღაც სხვა პიროვნება, როგორც უკვე ვთქვით, და ვიღაცისთვის თვითონ პირველი პოზიცია, ხო? კარგი. და არის აქ რა საკითხი? უფრო ზუსტად რომ გითხრათ, რა არის აქ, ხო? რა არის აქ? რა არის აქ და მთავარი არის აქ ის მომენტი, რომ მანიფესტაცია და ოცნებების ასრულება, რაზეც ოცნებობდით, რისი სურვილიც გქონდათ, რაც გინდოდათ, აი ამ ყველაფრის ასრულება. შესაძლოა თავის დროზე ეს რაღაცები ვერ გამოვიდა, არ გამოვიდა ან ვერ გამოვიდა და ახლა უკვე იქედან გამომდინარე თუ რა ფაზაში შევიდა აქ პირველი პოზიცია, აქ იწყება ის, რომ მე თვითონ ვქმნი ისეთ რეალობას, როგორშიც მე მინდა ვიცხოვრო. მე თვითონ ასე რომ ვთქვათ, ნუ ხო რა, მე თვითონ ვქმნი ჩემს ცხოვრებას, მე თვითონ ვქმნი ჩემს რეალობას. სხვასაც ვერაფერს ვერ დავამატებ პრინციპში, ხო? აი მთავარი, აი ამას უკავშირდება ეს, რომ მე აღარ ველოდები ვიღაცას ან რაღაცას. ხო, მე აღარ ველოდები ვიღაცას ან რაღაცას, არამედ მე თვითონ ვიწყებ ქმედებას. თუ რაღაც ისეთია, რაც მე შემიძლია გავაკეთო ან შევცვალო, მე გადავდივარ მოქმედებაზე. მე ამას ვანხორციელებ, ან ვფიქრობ, გეგმას ვალაგებ ჩემს გონებაში და შემდეგ გადავდივარ სწრაფ მოქმედებაზე, რომ მოვაქვარო, ხო? კარგი. და აი ვინმესთან დაკავშირებით თუ არის რა თემატიკაა მაშინ? ვინმესთან დაკავშირებით, ვისთვისაც აქტუალურია კონკრეტულად ვინმესთან დაკავშირებით და ვისთვისაც აქტუალურია რომ კონკრეტულ პიროვნებაზე იყოს აქ საუბარი. მაშინ აქ ის ინფორმაციაა, რომ აი რა დრელის ხმა ახლა ამ დროს ძალიან ეფექტურია. რომ რაღაც უფრო მეტად ენდოთ აქ თუ დატოვოთ
აი რაც ამოვიდა აქ დასაწყისში თქვენს ენერგიებში, თუ ვინმეზე არის აქტუალური თქვენთვის მოსმენა აქ ინფორმაციის, მაშინ იცოდეთ, რომ აი წარსულის უკან დატოვება კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით. და ეს არის ის წარსული, სადაც ბევრი შეცდომები იყო თქვენი, იმ ადამიანის, თქვენ შორის ზოგადად, ხო, სადაც იყო სიმძიმე, სადაც თქვენს ბევრი რამე ისწავლეთ, იმ ადამიანმაც შესაძლოა ისწავლა რაღაცეები, ან არ ისწავლა, ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენზე გადმოვიტან ფოკუს, სადაც თქვენ რაღაც ისეთი არც ისე დიდად ლაღი სიტუაციები გადაგხდათ თავს, სადაც მაგალითად გულის ტკენაც განიცადეთ, წყენაც განიცადეთ, ხო? უფრო გამოიცთვრით, ვაიმე ვერ ვთქვი ესე, გამოიწვრთენით. აი ესა სწორე უფრო. უფრო როგორ თქვა, უფრო მეტად ბრძენი გახდით. ერთი სიტყვით ამ გამოცდილების მეშვეობით. აი ეს, ხო? აი ამ ყველაფრის საბოლოოდ გააზრება და გაშვება. იმ ყველა სიმძიმის, ყველა გამოცდილების, ყველა ისტორიის, რაც გაკავშირებდათ აი ვიღაც პიროვნებასთან, ვინც ოდესღაც თქვენთვის იყო მნიშვნელოვანი, ვის მიმართაც თქვენ განიცდიდით აი ისეთ სუფთა სიღრმისეულ ემოციებს. აი ახლა ამას უშვებს. კი ბატონო, ახლა თქვენ ამას უშვებთ და თქვენ ირჩევთ ისეთ სიყვარულს, ან ისეთ ურთიერთობას, ან ისეთ ადამიანს, სადაც არის ორმხრივობა, სადაც არის პარტნიორობა, სადაც არის ერთმანეთის მიღება, უპირობო მიღება, სადაც არ არის კრიტიკა და ულტიმატუმები და რაღაც შეურაცხყოფები და დამცირებები, არამედ სადაც არის სიყვარული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არაჩვეულებრივია, მინდა ვთქვა, ხო? ვისთვისაც იყო აქტუალური კონკრეტულად აი ვიღაც პიროვნება, ხო? თქვენ ცხოვრებაში შესაძლოა გქონდეთ რაღაც ისეთი ისტორია ახლა ან ესესაა დაასრულეთ რაღაც ისტორია, იცოდეთ, რომ აი ასეთი ვითარება. ვისთვისაც არ არის კონკრეტული პიროვნება და უბრალოდ ეტაპი და რა ვითარება, იცოდეთ, რომ აი ის ინფორმაცია, რაც მანამდე გავაშხერე მე, ხო? ახლა დავაკვირდი აქ როგორ ჩანს და მე მგონი ცოტა უნდა შევცვალო რაკურსი. ხო, რაკურსი ცოტათი შევცვალე და იყოს ასე. კარგი. ესე იგი, ჯამში რომ შევადაროთ, პირველ პოზიციის ცხოვრებაში ახლა იწყება დაიწყო ამ წუთიდან დრო, სადაც პირველი პოზიცია არის სავსე სიყვარულით, სიყვარულის ენერგიით და საერთოდ თვითკმაყოფილია და კი ბატონო. თვითკმაყოფილი, თვითავსებული და აი აქ როგორი პოზიცია არის, იცით კიდე, აი რაც არ უნდა ხდებოდეს სამყაროში, მე ვგრძნობ შინაგან სიმყარეს. აი მე შინაგანად ვგრძნობ თავს მყარად და ვერავინ ვერ წამართვეს და ვერაფერი აი ამ მდგომარეობას და ამ შეგრძნებას მე. აი ეს იწყება აქ პირველი პოზიციის ცხოვრებაში და ეს მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი აქედან იწყება ყველაფერი პრინციპში. როდესაც შინაგანი სიმყარე არის, ვერავინ და ვერაფერი ვეღარ მოგერევათ. კარგი. შენ ახლა ვიკითხოთ, რა ენერგიები იქნება ისეთი წამყვანი, ბუნებრივია ახლა რაღაც ცხოვრების მანძილზე ბევრი სხვადასხვა ენერგია მოდის და მიდის ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ისეთი რა ენერგიები მთავარი იქნება აქ პირველ პოზიციის ცხოვრებაში, აი ამ წუთიდან. ენერგიები, სადაც არჩე. ასკრა ორნაირი ენერგია? აბა კიდევ და მე კონკრეტეთ. მე ვიტყოდი ენერგიები, სადაც თქვენ უფრო მეტად უსმენთ საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს, საკუთარ შეგრძნებებს და მიყვებით აი ამას. აი შინაგან შეგრძნებებს, თქვენ შინაგან ემოციებს და შეგრძნებებს მიყვებით და თქვენს ინტუიციას უფრო მეტად უსმენთ. ასევე შემოდის ახალი ენერგიები, ცოცხალი ენერგიები, სიხარულით სავსე მოვლენები, უცაბედი სასიამოვნო მოვლენები, რომელიც გავსებს, რომელიც მომენტში აი ქტენის და გამოტივირებს, ხო? აი ასეთი ენერგიებიც. საინტერესო ინფორმაციებიც მოდის
თქვენ ცხოვრებაში ხო საინტერესო ბევრი საინტერესო ინფორმაციაც იქნება, ვისთვისაც აქტუალურია საკუთარი თავის განვითარება, განსაკუთრებით. მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ძალიან ისეთი შემიძლია რომ ასე პირდაპირ ვთქვა, რომ ძალიან პოზიტიური დრო დადგა აქ პირველი პოზიციისთვის. კი, შანსის დრო, რასაც შესაძლოა უკვე აღარც კი ხედავდა, ან შესაძლოა უკვე ფარხმალიც კი დაყარა ზოგმა, ვინც ახლა ისმენს, შესაძლოა აღარც კი სჯეროდა, რომ აი, რაზეც ვოცნებობ ბოლოს და ბოლოს სამყარო მე რაღაც გამომიწვდის ამ შანსს. შესაძლოა ზოგი აღარც ელოდა. ზოგი კიდე ელოდა და ნებისმიერ ვითარებაში, აი, პირველი პოზიციის ცხოვრებაში იწყება ძალიან ესეთი თქვენთვის სასიხარულო ფაზა, სასიხარულო ეტაპი. კარგი, რას მოუტანს ეს ფაზა პირველ პოზიციას? ну, აქ მინდა ვთქვა, რომ ვისთვისაც აქტუალური იყო საკუთარი თავის განვითარება კიდევ ერთხელ თვით შეფასების ამაღლება, ხო? აი ეს ყველაფერი იქნება აქ ეს ეტაპი. საბოლოოდ შეგაყვარებთ საკუთარ თავს, მიგაღებიებთ უპირობოდ საკუთარ თავს. შინაგანი გალამაზება პირველ რიგში. გარეგნული გალამაზებაც. აი იმ ვისთვისაც ასევე აქტუალური იყო ფიზიკურ რაღაც აი კონკრეტულ ფიზიკურ ფორმაში მოსულიყავით, რაც თქვენთვის იყო საოცნება, აი ესეც შესაძლოა იყოს აქ. ანუ ამის პერსპექტივაც ძალიან დიდია, ისეთი ენერგიებია. ორი ფემინური ენერგია გვაქვს აქ, დედოფლის არკანი და Queen of Pentacles, პენტაკლების დედოფლის არკანი. არკანი რა, კარტი. ხო, და არ ჩვეულებრივია, მართლა მინდა ვთქვა, ეს ფაზა მოგიტანთ შინაგან ავსებას, კეთილდღეობას. ასევე საკუთარი თავის სრულ რეალიზაციას, ბიზნესი, ვისაც აქვს, ან აქვს რაღაც იდეა, ხო? იცოდეთ ისიც, რომ აი არაჩვეულებრივი იქნება ჩადოთ თქვენი იდეები, თქვენი ენერგია, რესურსი რაღაცაში, რომ ის შემდეგ გაიზარდოს და განვითარდეს, ხო? და მოგცეთ რაღაც ისეთი თქვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგები, მაგალითად ესეც. საერთოდ ეს ფაზა მოიტანს სიუხვეს. გინდეს იყოს შინაგანი, გინდეს იყოს გარეგანი. ასევე მოიტანს იმას, რომ აქ პირველი პოზიცია ისწავლის საკუთარ თავის დაფასებას და საკუთარ თავის პრიორიტეტად დაყენებას, მისი გრძნობების, მისი ცხოვრების, მისი ინტერესების პრიორიტეტად დაყენებას. უფრო მეტად გაეღვივდება და გაეღვიძებს შემოქმედებითობა, თქვენი ინტუიციას. ну, არაჩვეულებრივი იქნება ეს პროექტებისთვის, არაჩვეულებრივი ეტაპი იქნება ეს პროექტებისთვის, რეალიზებისთვის, საკუთარი თავის და კიდევ ერთხელ პროექტების. ასევე ზოგმა შესაძლოა იპოვოს საკუთარი თავის რეალიზება ურთიერთობაში, ხო? ვიღაცა ოჯახის შექმნას და აი ამაში იპოვოს ვისთვის რა და ვისთვის რა არის ისეთი აქტუალური, ხო? ასე რომ ვთქვათ, ეს არის აქ, მაგრამ ну, საერთო ჯამში არაჩვეულებრივი ეტაპია. მართლა მინდა ვუთხრა აქ პირველ პოზიციას და რა თქმა უნდა, აქ ისიც მინდა დავაყოლო, ბუნებრივია თქვენზე არის დამოკიდებული. თქვენზე არის დამოკიდებული. თქვენ როგორც გინდათ, ისე იქნება. რაც არ გინდათ, ის არ იქნება, ხო? და ისევ დრელის ხმაზე ვიკითხოთ, აქ რჩევა პირველ პოზიციას, ხო? რა საჭიროა ახლა რომ გაითვალისწინოს, გაიგონოს პირველმა პოზიციამ. I make way for miracles. მე თვითონ ვქმნი გზას, რომ ეს ჯადოსნურობები და არაჩვეულებრივი მოვლენები მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. რაც აქამდეც ეს ინფორმაცია ჩვენ აქ დავინახეთ და მეც გავაჟღერე, რომ აი ნიშნულოვანია იცოდეთ, რომ თქვენ თვითონ ქმნით ცვლილებებს თქვენ ცხოვრებაში. თქვენ თვითონ ხართ კარები თქვენ ცხოვრებაში იმისი თუ რა გინდათ რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ირჩევთ გააღოთ კარები თუ დახუროთ კარები, შემოუშვათ რაღაც თუ არ შემოუშვათ რაღაც. ანუ ნიშნულოვანია რომ ეს კარგად გაცნობიეროთ. და იცოდეთ რომ ეს უსაფრთხოდ ხართ. უსაფრთხოდ იგრძენით თავი აი ამ ეტაპზე და ზოგადად უსაფრთხოდ იგრძენით თავი საკუთარ სხეულში.
საკუთარ ცხოვრებაში. მესმის იქიდან გამომდინარე თუ რა პირობებია და რა ვითარებაა სამყაროში მთლიანად, ხო? იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სულიერი, ყველა მხრიდან კრიზისში ვართ და ყველა მხრიდან სირთულეები გვიტევს. მაგრამ მინდათ რომ გახსოვდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, იცოდეთ, რომ თქვენი უმაღლესი მე გეხმარებათ, სამყარო გეხმარებათ, თქვენ მარტო არ ახართ და იგრძენით უსაფრთხოდ თავი თვითონ თქვენ საკუთარ თავში, თქვენ საკუთარ თავთან, ხო? აი ეს. და გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თავარი პიროვნება, ვინც იწყებს და ქმნის ცვლილებებს თქვენ ცხოვრებაში. განსაკუთრებით ისეც, როგორზეც ოცნებობთ ან როგორიც გინდათ, რომ მოვიდეს და დაიწყოს თქვენ ცხოვრებაში. ეს იყო აქ საინტერესო ინფორმაცია პირველი პოზიციისთვის და იყოს ასე. გისურვებთ, რომ მაქსიმალურად დადებითად წარიმართოს ეს გაშლა პირველი პოზიციისთვის, ვისთვისაც რეზონირდა ან რეზონირებს ეს ინფორმაცია დალაიქეთ, ასევე ვისთვისაც რეზონირებს ჩემი გაშლები და გაინტერესებთ და მოგწონთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ხოლო მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ასევე ბედის მატრიცის სესიებზეც. მივესალმები, ვინც აირჩია მეორე პოზიცია და ვნახოთ მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენი სიგნიფიკაცია. Garden of Wands. Okay, ვნახოთ კიდევ უფრო მეტი როგორ ენერგიებში იმყოფება მეორე პოზიცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე. ვნახოთ უფრო სრული. შვენიერ. ესე იგი აქ რაღაცებს ხურავს მეორე პოზიცია მის ცხოვრებაში, აი ამ კონკრეტულ ეტაპზე თქვენ ცხოვრებაში, სინამდვილეში, ხო? აქ უფრო მეტად ისეთი სიგნიფიკაცია, სადაც გამოდიხართ რაღაც თქვენთვის დამაბრკოლებელ სიტუაციებიდან. ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ინტუიცია მეთქი. ალბათ სიტუაციები, სადაც თქვენ ვერ უსმენთ თქვენს ინტუიციას, ან გეშინიათ, რომ ენდოთ საკუთარ თავს, ან საკუთარ ხმას და იხელმძღვანელოთ ამით, ხო? ეს ერთი. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს ურთიერთობა, სადაც რაღაც მიჯაჭვულობა, სამკუთხედები, ოთხკუთხედები, მესამე ფაქტორები, ტოქსიკური ურთიერთობა, გაურკვეველი ფორმატები, ხო? ყველაფერი აი ასეთი. აი ასეთის, როგორ თქვა, გარკვევა საკუთარი თავისთვის ამ ყველაფრის და ჩამოჭრა, მოხსნა, განთავისუფლება ამ ყველაფრიდან თქვენ ცხოვრებაში, ხო? ვიღაცისთვის ეს არის რაღაც სამსახური, ხო? დამაბრკოლებელი, ვიღაცისთვის ჯანმრთელობა, ვიღაცისთვის კიდე რაღაც სხვა, მაგრამ აქ არ არის მნიშვნელოვანი კონკრეტულად რა სფერო, აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე სიგნიფიკაცია მეორე პოზიციის არის ცვლილება. რაღაცა მძიმეს აქ საბოლოოდ წერტილს უსვამს მეორე პოზიცია და მის ცხოვრების სცენარს სხვა კუთხით, რაკურსით ატრიალებს. ანუ სხვანაირ რაღაცას აკეთებთ, სხვა მიმართულებით მიდიხართ. რაღაც მძიმე, რამაც ასე რომ ვთქვათ, თავისი უკვე გააკეთა და მოჭამა, ამას ტოვებთ თქვენს ზურგს უკან და მიდიხართ წინ. მართალია აქ შესაძლოა იყოს შფოთვა და გაურკვევლობა და ჩამოუყალიბლება. ვაიმე, ხანდახან არ იყოთ ჩამოყალიბებულები, ასე ვიტყვი. ხანდახან ძალიან იცის ენამ დაბლუყვა, აი მართლა, არ ვიცი, რატო გავჭედე ამ კონკრეტულ სიტყვაზე, მაგრამ ალბათ ეს კონკრეტული სიტყვა მნიშვნელოვანია ვიღაცის ცხოვრებაში ახლა ამ წუთას ვინც ისმენთ. ხო, შესაძლოა რაღაცაში აქ ვერ იყოს ან არ იყოს ჯერ კიდევ მეორე პოზიცია ჩამოყალიბებული, მაგალითად აი სად მიდის, რა უნდა, რა მიმართულებით უნდა, ან რაღაცას დეტალები, ხო? ან ზოგადად. მაგრამ თავარია, რომ რაღაცას ტოვებთ ზურგს უკან, აი რაღაცას უეჭველი ემშვიდობებით აქ. და ამბობთ, რომ всё რა, მე აი აღარ მინდა ეს, всё, მივდივარ ამიდან. ან რაღაც სიტუაცია, ან ვიღაცა, ხო? ვისთვის რა და როგორ, კიდევ ერთხელ, რადგანაც გაშლა საჯაროა და ზოგადი ინფორმაცია. მაგრამ თავარი არის რაღაცის უკან ჩამოტოვება. ესე იგი, შემიძლია თქვა, რომ შევაჯამო ეს ინფორმაცია, რომ ახლა მეორე პოზიცია რაღაც ეტაპს ასრულებს მის ცხოვრებაში და გადადის საერთოდ სხვა საფეხურზე. კი ბატონო, ვარსკვლავი. იმ საფეხურზე, სადაც თქვენ გაქვთ უფრო მეტი პერსპექტივები, უფრო მეტი შესაძლებლობები იბრძყინოთ და ასევე აიხთინოთ ოცნებები. მიაღწიოთ აი იმ რაღაც
შესაძლოა ვიღაცისთვის ეს იყოს იდეა, ხო, რაღაც იმ იდეის რეალიზებას, ან ოცნების აღთენას, რაზეც აი ოცნებობდით, რაც თქვენი ისეთი მთავარი სურვილი იყო, რაც ძალიან გინდოდათ. და აქ საკმაოდ ჟარგონულად ვიტყვი და ბოდიში საკმაოდ მოხდილი არის აქ მეორე პოზიცია. მიუხედავად სირთულეებისა, მეორე პოზიცია ენერგიულადაა და ოპტიმისტურად განწყობილი. რა დონეზეც არ უნდა უჭირდეს. რა თქმა უნდა, არ არის ეს მარტივი, ეს ყველა ცვლილება. მინდა ვუთხრა მეორე პოზიციას, რომ აი ოჩახ ძალიან ძლიერები ხართ და თქვენ ყველაფერს შეძლებთ, ყველაფერი გამოგივათ, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ამარცხებთ აქ, რომ თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ვისთვისაც რეზონირებს ეს ინფორმაცია, ბუნებრივია აგრძელებთ მოსმენას. ვისთვისაც არა, სხვა გაშლას უყურებთ ან როგორც გინდათ. კარგი, გავაგრძელოთ ახლა ჩვენ და ჩვენ ახლა დავსვათ შეკითხვა დავსვათ, თუ აი რა იწყება მეორე პოზიციის ცხოვრებაში, აი ამ წუთიდან. რა დაიწყო მეორე პოზიციის ცხოვრებაში, აი ამ წუთიდან რა დაიწყო? აი ასე ვიკითხოთ. ბრძოლა გრძელდება. ასეთი რაღაც არის აქ. ბრძოლა გრძელდება. აქ ბრძოლა გრძელდება, რომ დაიცვათ თქვენი ინტერესები. რომ აი რომ რა მიაღწიოს აქ არა, აქ უფრო დაცვა თუ რომ გაიმარჯვოს. უფრო აქ დაცვა საკუთარი, ხო, ნუ გადალახვა რაღაც ასპექტების, მომენტების, რაც ჯერ კიდევ რაღაცნაირად ფიგურირებს თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება ეს იყოს რაღაც შინაგან სამყაროში თქვენი რაღაც შინაგანი განწყობები, ფიქრები, რაც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მარტივი, რომ აი ამას ეს გადავლახო და წავიდე წინ, ხო? ბუნებრივია ყველასთვის შესაძლოა ეს იყოს სხვადასხვა ასპექტები, ვიღაცისთვის კომფორტული ზონის დატოვება იყოს რთული, ვიღაცისთვის რაღაცის გაშვება და ახლის დაწყება, ვიღაცისთვის სიზარმაცე, ვიღაცა არ არის დარწმუნებული საკუთარ ძალებში, ვიღაცას კომპლექსები აქვს საკუთარ თავთან დაკავშირებით, ხო, ნუ ბევრი სხვადასხვა რაღაც შესაძლოა აქ იყოს, მაგრამ მთავარია, რომ აქ ისეთი რაღაცა, რაც აი ცხოვრება მუდმივად გაძლევთ რაღაც აი როგორ რა სიტყვა გამოვიყენო სიტყვა პანღურები მომივიდა აზრად, მაგრამ არ მინდა პანღურების გამოყენება აქ რაღაც იქნებ სხვა სიტყვა მომივიდეს აზრად. მოტივაციას, კაი, მოტივაცია ვთქვათ, ხო, ცხოვრება მუდმივად რაღაც გამოტივირებთ, რომ არ მოდუნდეთ. და აი ეს იწყება ახლა, რომ ბრძოლა, შეიძლება ეს იყოს ბრძოლა იმ გაგებით, რომ აი მე მაგალითად მაგ ჩემი ამოცანა და მინდა ის განვახორციელო. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს საკუთარი სივრცის დაცვა, საკუთარი აზრის დაცვა, რომ უფრო მეტად გაიმკვრივოთ ის ცოდნა, რომ თქვენი პირადი საზღვრები და თუ აი თქვენთვის რაღაც არ არის მისაღები, ის არ არის თქვენთვის მისაღები და всё, ხო? არ აქვს არავის უფლება, რომ რაღაცნაირად თქვენს პირად სივრცეში შემოიჭრას და იქ თავისი კანონები განახორციელოს, ასე რომ ვთქვათ, ხო? აი ეს შესაძლოა ვიღაცისთვის ეს იყოს, მაგრამ მთავარია ეს ისეთი ფაზა, სადაც თქვენ სწავლობთ დაიცვათ რაღაც, რაც მიგაჩნიათ თქვენთვის ესეთი მნიშვნელოვანი, დაიცვათ თქვენი შეხედულებები, ხო? და თქვენი სივრცე. იქნება ეს ფიზიკური, ენერგეტიკული თუ მენტალური. აი ეს. ასევე ეს ისეთი რაღაც არის, რაც ეს პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ მე უნდა ვიბრძოლო და ენერგიას ახლა ჩავხარჯავ და დავხარჯავ სულტყველად. არა, ეს ასევე იმას ნიშნავს, თუ თქვენ არ დაყრით ფარხმალს და აი ამ ტემპში გაგრძელებთ, გაიმარჯვებთ და მიიღებთ აი იმ საწადელ ვარსკვლავს, რასაც ოცნებობთ, მაგალითად, ხო? კარგი, კიდევ, აი რა დაიწყო მეორე პოზიციის ცხოვრებაში ამ წუთიდან, როდესაც ის ისმენს ამ გაშლას და უყურებს, რა არის ეს კიდევ ერთხელ, უფრო კონკრეტულად.
ახალი ენერგიები აბსოლუტურად სწრაფი მოვლენები, ძალიან სწრაფად რაღაც ყველაფერი დატრიალდება და ტრიალებს თქვენ ცხოვრებაში ამ წუთიდან მალ-მალე ხდება რაღაცები, სასიხარულო, ბევრი სასიხარულო მოვლენა, ბევრი სასიხარულო ვიღაცისთვის ნაცნობობა, ვიღაცისთვის ინფორმაცია, ბევრი სწრაფი დახმლების რაინდი ყველაზე სწრაფი, ხო? ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტაროს დასწაში. კარტი ბევრი მოვლენები ძალიან სწრაფად ხდება თქვენ ცხოვრებაში, აი ამ გაშლის მოსმენიდან, შესაძლოა ეგრევე, შესაძლოა ვიღაცას ეგრევე არა და რაღაც დღეები გავიდეს, ხო? მაგრამ აი სწრაფად ხდება თქვენ ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა სახის მოვლენა, მაგრამ ძირითადად ეს არის უფრო მეტად რაღაც ახალი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები. თუ მაგალითად რაღაც საკითხები ვერ იჭრებოდა, იყო რთული გადაჭრა, რაღაცებს ელოდებოდით. აქამდე იყო ბუქსაობა რაღაც საკითხთან დაკავშირებით, ხო? აი ახლა უფრო სწრაფად მოხდება ყველაფერი. აი კულმინაცია მოხდა და ახლა წავა უკვე всё. ამ ყველაფრის ასე რომ ვთქვათ, დაშლა და გამორკვევა, გარკვევა, ხო? აი ყველაფერი ასეთი იქნება ახლა აქ. უფრო კონკრეტულად რო გვითხრათ, რა კიდევ, აი რა დაიწყო. მე ვიტყოდი აქ უფრო მეტად ისეთი ფაზა დაიწყო თქვენ ცხოვრებაში, სადაც თქვენ აღწევთ მიზნებს. აი როგორ თქვა, აი რაღაც სულ ადამიანი, რომელიც სულ მუდმივად რაღაცის მიმართ მიიღწევს რაღაცისკენ სულ. აი რაღაცას ეტაპი. სულ რო აქვს რაღაც ამბიცია, რო აი რაღაცას მიაღწიოს, რაღაც რეალისტეს, რაღაცას გადალახოს რაღაცა, ხო? და რაღაც მიიღოს. აი რაღაც ასეთი რაღაცა აქვს. მე არ ვიცი ვისთვის რა არის ეს, იმიტომ რომ საჯაროა და აღარ ჩავღრმავდები. თან ეს არ არის ჩვენი კონკრეტული დღეს არჩეული თემატიკა, რომ ჩავღრმავდე ამ საკითხს, მაგრამ რაღაც ისეთი, რაც ძალიან აქტუალური აქ მეორე პოზიციისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი აქ, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია მეორე პოზიციისთვის, რომ თქვენ გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, გჯეროდეთ საკუთარი თავის და რაც მთავარია, იცოდეთ, რომ ეს ღირს ამას. იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ მაგალითად, აი მე რო რაღაცისთვის ვშრომობ, ან მე რო რაღაცისთვის ვდგამ ამ კონკრეტულ ნაბიჯებს, მე ვიცი, რომ მე ეს მიღირს და მე ვიცი, მე ეს რას მომიტანს და მე ამისთვის მზად ვარ, მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე და მე ეს მიღირს, ხო? აი ეს, რომ მე გაცნობიერებული მაქვს, მე ვიცი რა მინდა, მე ვიცი რატომ არის ეს ქცევა, ჩემს მიერ განხორციელებული ქცევა, ხო? რატო ვაკეთებ ამას? რისთვის ვაკეთებ ამას და რა მინდა მივიღო და აი ეს მიზანი ჩემთვის არის ძალიან სტაბილური და ძალიან მნიშვნელოვანი. და ფასიანია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ რაღაც ისეთი აირჩიოთ, რაც ხანგრძლივ ვადაში თქვენთვის მნიშვნელოვანია, ხო? რაც არ დაკარგავს თავის ფას თქვენთვის. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტად აქ რო ვთქვათ, ერთი სიტყვით ისეთი სტადია, სადაც მეორე პოზიცია იპყრობთ საკუთარ რას აქ, იპყრობს რას. პენტაკლების მეფეს. ეს არის ვიღაც, თუ ეს არის რაღაც, არა რაღაც, მე უფრო მეტად უმრავლესობისთვის აქ იქნება რაღაც. შესაძლოა იყოს ადამიანები, ვისთვისაც ვიღაცაც იყოს აქ, მაგრამ უფრო მეტად აქ არის რაღაც და ეს რაღაც არის თქვენ. აქ უფრო მეტად სტადია გამორკვევა, რა მინდა, როგორ მინდა, სად მინდა და ამისკენ წასვლა. კი ბატონო, ამისკენ სწრაფვა, ამისკენ წასვლა, ამ მიმართულებით წასვლა და კონკრეტულად აი ამ მიზნიდან არ გადახვევა. აი რაღაც ასეთი რაღაც იწყება აქ მეორე პოზიციის ცხოვრებაში. კარგი. რა ენერგიები, ლოგიკური ალბათ როგორი ენერგიებიც, მაგრამ მაინც ვიკითხავ, ისიც ბუნებრივია, რომ ენერგიები სულ იცვლება, მაგრამ ისეთი მთავარი წამყვანი ენერგიები რა იქნება? აი ამ ეს სტადია რო დაიწყო ახლა, ხო? წამყვანი ენერგიები რა იქნება? საკუთარ შიში ახლის თუ პირიქით ახალი. აქ შესაძლოა იყოს შიში ახლის.
აი ამ ყველაფერმა შესაძლოა აი რაღაც კომფორტული ზონის მომენტი აქ წამოიწევს წინ. რაღაც კომფორტულობა აქ ძალიან აქტუალური გახდება, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი კომფორტული ზონა გვაქვს, კომფორტული სივრცე, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მეორე პოზიციას აქ გაუჭირდება ამ კომფორტულ ზონიდან გამოსვლა? სიახლის მიღება აქ, რაღაც ნელი ენერგიებია. აი ამას ვიტყვი, ნელი ენერგიებია აქ. ნელ-ნელა, ხო? ენერგიები ნელია, თუმცა მოვლენები სწრაფად ხდება აქ. სწრაფია მოვლენები, მაგრამ ენერგიები აქ თვითონ მეორე პოზიცია, ესეთ ნელ ენერგიებში თვითონ მეორე პოზიცია, თუ არა? კი, ნელ ენერგიებშია. თვითონ მეორე პოზიცია აქ შეიძლება იყოს ნელ ენერგიებში. რატო? არა ხართ დარწმუნებული ღირს თუ არა ეს ნაბიჯი. ღირს თუ არა რომ გადავდგა ეს ნაბიჯი. ღირს რისკი. რისკი. აქ რისკი აკლია მეორე პოზიციას. და აქ მნიშვნელოვანია რისკი. აქ აუცილებელია რისკი. აუცილებელია რისკი და ასევე იმედი, რომ აუცილებლად მზე იქნება. ბუნებრივია ახლა რეალობასთან უნდა დავაკავშიროთ ყველაფერი და ცოტა არა ვფრინდეთ ზედმეტად, მაგრამ ოპტიმიზმი ძალიან მნიშვნელოვანია და რწმენა. ხვალინდელი დღის, რომ აი აუცილებლად მზე გამოვინათებს, მე აუცილებლად ამას მივაღწევ, მზე იქნება ჩემთან, მე ვარ მზე, მე ვანათებ, მე ვასხივებ, მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების. ხო, აი ეს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია აქ. ამიტომ არის აქ ნელი ენერგიები. ესე იგი, აქ არის ფაზა, სადაც მეორე პოზიციას შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზნებს, მაგრამ მას უშლის ხელს თვითონ თქვენ. აუცილებლად თვითონ თქვენ უშლით საკუთარ თავს ხელს არჩევაში. ანუ თქვენ ირჩევთ აქ მომენტებში შესაძლოა აი ზოგმა გააკეთოს არჩევანი პესიმიზმი, მელანქოლია, მოდი არ ვიმოქმედებ, მოდი დაველოდები, რა აზრი აქვს, არა, მე არ შემიძლია არჩევა ის ჩემზე დამოკიდებული არ არის და ასეთი რაღაცები. არა და ფაზა არის, სადაც თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ კეთილდღეობას. აუცილებლად რეალიზებას, კეთილდღეობას, სტატუსს, სტაბილობას, სიუხვეს. კი ბატონო, ეს ყველაფერი შეგიძლიათ, მაგრამ გაფერხებთ თვითონ თქვენი თავი და ეს ამოვიდა აქ. კი ბატონო, იეროფანტი, ეს ამოვიდა აქ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა რომ გაცნობიეროთ, რათა არ შეგეშალოთ ხელი აი ამ გზაზე, რომ მიიღოთ ის რისი ღირსიც ხართ, ხო? რომ შეძლოთ ამის მიღება. აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ეტაპი ძალიან პერსპექტიულია თქვენთვის და მნიშვნელოვანია ამის შესაბამისად გამოყენება. ამიტომ რას ურჩევთ აქ მეორე პოზიციას? ამიტომ რას ურჩევთ? ამიტომ თვითონ იყოს ხმლების მეფე თუ მიმართოს ვინმე ასე თვითონ იყოს. აქ ვიტყოდი შემდეგნაირად, ხო, გაჩნია, რა თქმა უნდა, აქ კონტექსტს, თუ მაგალითად გჭირდებათ იურისტები და ადვოკატები და ასე შემდეგ, ბუნებრივია მივმართოთ ისეთ ადამიანს, ვინც ერკვევა ამ ყველაფერში, ან ექიმი მაგალითად და ჩვენ არა გვაქვს შესაბამისი უნარები. ხო, შესაბამისი უნარები, კომპეტენცია არ გაგვაჩნია, ასე რომ ვთქვათ, მივმართავთ ისეთ ადამიანს, ვისაც გაჩნია, ვისაც შეუძლია დაგვეხმაროს გადავჭრათ ეს თუ ის პრობლემა. თუ ეს არ უკავშირდება რაღაც აი ასეთ საკითხს, უმრავლესობისთვის სავარაუდოდ ეს იქნება, იმიტომ რომ არკანი დაგოჩნდა აქ, უმრავლესობისთვის აქ არის ინფორმაცია იმაზე, რომ არ იჩქაროთ და ძალიან ყურადღებით ადევნოთ ყველაფერს თვალყური. ყველაფერი ფილტრის ქვეშ გაატაროთ. აი მაგალითად ინფორმაციები, რასაც გაწვდიან, ვისაც ეკონტაქტებით, გაატარეთ ყველაფერი ფილტრის ქვეშ, სხვადასხვა წყაროებიდან გადაამოწმეთ, შეამოწმეთ. პლუს მოусმინეთ საკუთარ ინტუიციას. თქვენი ინტუიცია რას გკარნახობთ, რას გეუბნებათ. ძალიან მნიშვნელოვანი აქ ცოტა ემოციების დამშვიდება და გონებაზე მოსმენა, საღგონებაზე მოსმენა და შემდეგ ასევე საკუთარ თავზეც მოსმენა, რას მეუბნება მე ჩემი თავი, რა მიმართულება მინდა, როგორ მინდა. ეს იქნება ყველაზე სანდო წყარო. ანუ აქ თვითონ მეორე პოზიციას ახსოვდეს, რომ თვითონ მეორე პოზიცია არის ყველაზე სანდო წყარო თავის აუცილებლად.
ყველაზე სანდო წყარო თქვენი ცხოვრებისთვის ხართ თქვენ, იმიტომ რომ აქ ძალიან ძლიერი ინტუიცია გაგაჩნიათ, თქვენ გაქვთ ამის უნარი. შესაძლოა აქ ზოგმა ფიზიკურ დონეზეც კი შეიგრძნოს რაღაცეები, ხო? ფიზიკურ დონეზე მოვიდეს თქვენთან ინფორმაცია. სხეულში სადღაც რაღაც აქტივდათ, ესეც ინფორმაცია, აუცილებლად ინფორმაცია. ყველაფერს ამას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ასედაც შესაძლოა მოვიდეს თქვენთან რაღაც გარკვეული სახის მინიშნება, ცოდნა და ინფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქ. კარგი რჩევა. მეორე პოზიციას აქ რჩევა. გავუჟღეროთ და დავასრულოთ მეორე პოზიციის გაშლა. რჩევა მეორე პოზიციას აქ. Devotion unites me with the infinity. აქ რთულია გაპრაქტიკულება ახლა ამ რჩევის და მე ამას ვფიქრობ, როგორ დაუკავშირო ეს ახლა აი devotion. კავშირი, კავშირზეა საუბარი, კავშირი საკუთარ თავთან. მოусმინეთ სამყაროს. აქ აუცილებელი არის, რჩევა ასე რომ ვთქვათ, მოусმინოთ სამყაროს. სამყაროს უსასრულო სინქრონიზაციებს, სამყაროდან უსასრულო წამოსულ ნიშნებს, მინიშნებებს, საკუთარ ინტუიციასთან ერთად და საკუთარ შეგრძნებებ, აი როგორ თქვა, როგორ დავალაგო ახლა სწორად დავალაგებ, საკუთარ შეგრძნებებზე დაყრდნობით და საკუთარ ინტუიციაზე მოსმენის მეშვეობით გააკეთოთ ინტერპრეტირება იმისი თუ რა მინიშნებაც მიიღეთ სამყაროდან და რა ნიშანიც მიიღეთ. და ეს ყველაფერი ბუნებრივია გვაკავშირებს უსასრულობასთან და სამყაროსთან, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ისეთი სიღრმისეული, ღრმა, ეზოთერული მიდგომა ყველა პროცესებთანაც ხდება თქვენ ცხოვრებაში. აი ეს დაკვირვება. დაკვირვება ამ ყველაფერზე, თვალის გადავლება, ამ ყველაფრის დანახვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ. პრინციპში რაც გავაჟღერეთ აქ მანამდე რჩევაში, ხო? თვითონ ტაროს კარტით რაც თქვით რჩევა, ეს არის ისევ აქ. ასე რომ ჯამში მოусმინეთ საკუთარ თავს, მოусმინეთ საკუთარ შეგრძნებებს, თვალი ადევნეთ სამყაროს, ძალიან ყურადღებით იყავით. არ იჩქაროთ, ჩართეთ საღი აზროვნების უნარი და შემდეგ უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ რა და როგორ გირჩევნიათ რომ განახორციელოთ თქვენ ცხოვრებაში. მაგრამ აი არ იჩქაროთ. და ძალიან მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ თითოეული ნაბიჯი, რისთვის დგამთ, რატო დგამთ. ღირს ეს ამას და ამ ყველაფერს გქონდეს აქტუალურობა და ეს ყველაფერი ატარებდეს თქვენთვის მნიშვნელობას. ფასს. არა ბუკვალურად გულისხმობ, არამედ გადატანით მნიშვნელობით, ხო? მიხვდებით. ძალიან საინტერესო გაშლა იყო მეორე პოზიცია და ძალიან სიღრმისეული. მე კიდევ და კიდევ გავაგრძელებდი ამ გაშლას, იმიტომ რომ კიდე და კიდე უფრო მეტი შეკითხვები მომდის, მაგრამ ძალიან გამეწელება და რადგანაც ეს მხოლოდ საჯარო გაშლა, ამაზე შევაპაუზებ და დავასრულებ ამ გაშლას. თუმცა არ დავასრულებ ჯერ, იმიტომ რომ კიდე რაღაც მინდა აქ ვიკითხო. რა უნდა იცოდეს აქ მეორე პოზიცია მაინც? არ შეგეშინდეთ. არ შეგეშინდეთ აი ამ ცვლილებების, რაც დაიწყოთ თქვენ ცხოვრებაში, დიდი ტრანსფორმაცია. ეს დაგეხმარებათ ბევრი რამ რო შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში. ისეთი რაღაცები, რაც რეალურად გაფერხებთ და გინგრევთ ცხოვრებას მომენტში. ძალიან დიდი ტრანსფორმაცია არის ეს თქვენთვის და ვისთვისაც არ დაწყებულა ჯერ დაიწყება, ვისთვისაც დაიწყო ხვდებით უკვე ისედაც და მთავარი აქ არ იღელვოთ. არ შეგეშინდეთ. თქვენში ყველა რესურსი არის ამისი მოცემული, რომ აი გაუძლოთ ნებისმიერ რაღაცას და პირიქით განვითარდეთ. არ დაკარგოთ იმედი, რწმენა საკუთარი ძალების არ დანებდეთ.
იმოქმედეთ, გააგრძელეთ ცხოვრება, იქონიეთ საკუთარი თავის იმედი, სამყაროს იმედი, გამოხატეთ საკუთარი თავი სხვადასხვა გზით, როგორც თქვენ მოგწონთ, როგორც თქვენ გინდათ, მოусმინეთ საკუთარ ინტუიციასაც და საკუთარ სხეულსაც, ხო? და რა თქმა უნდა, სხვადასხვა რაკურსიდანაც შეხედეთ ამა თუ იმ მოვლენას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი აქვს. და ამაზე უკვე ნამდვილად დავასრულებ ამ გაშლას. წარმატებებს გისურვებთ ყველას, მინდა რომ ეს გაშლა, ეს ინფორმაცია თქვენთვის მაქსიმალურად დადებითად წარიმართოს და გისურვებთ რომ გამოიყენოთ დადებითად ჩემს მიერ მოწოდებული თქვენთვის ეს ინფორმაცია, ხო? ვისთვისაც რეზონირებს, დაალაიქეთ, დაატოვეთ თქვენი უკავშირი, ასევე ვისაც მოგწონთ ჩემი გაშლები და ჯერ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, გამოიწერეთ. თუ გაქვთ ამის სურვილი და სურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ვედის მატრიცის სესიებზე. წარმატებებს გისურვებთ ყველას.